ისრაელელი სამხედროების ინფორმაციით, კვირას ღაზაში საჰაერო გზით სურსათით დატვირთული 28 პაკეტი ჩამოაგდეს და უსაფრთხო მარშრუტები შექმნეს, რომ ჰუმანიტარული დახმარება პალესტინელ მოსახლეობამდე მისულიყო. პალესტინელები ამბობენ, რომ ისრაელისა და სხვა ქვეყნების მიერ გამოგზავნილი დახმარება 2 მილიონიანი მოსახლეობისთვის საკმარისი ვერ იქნება. ამასთან ადგილობრივებამდე ამ დახმარებას არც კი მიუღწევია. ჩვენ არაფერი გვინახავს, არც ხმელეთიდან, არც ჰაერიდან და არც სხვა გზით აქ დახმარება არ მოსულა. გზის პირას ვხედვართ, არაფერი არ მიგვიღია, ჩვენამდე არაფერი მოსულა. კარვებში ვცხოვრობთ, მათხოვრებივით ველოდებით კილოგრამ ფქვილს და ისიც არავის მოაქვს. დღეს თქვეს, რომ ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას ცეცხლი შეწყდებოდა. ჩვენ ასეთი რამ არ გვინახავს. თვითმფრინავები დავინახეთ, მაგრამ ჩამოყარეს თუ არა რამე არ ვიცით. თუ რამეს ჩამოაგდებენ, მხოლოდ რამდენიმე ყუთი იქნება. იქნება ეს საკმარისი? უამრავი ოჯახი ცხოვრობს ბანაკებში. თან რამდენიმე ბანაკია. გითხრეს, რომ სატვირთო მანქანები ჩამოივლიდნენ, მაგრამ ჩვენ ისინი არ გვინახავს. ფასების შემცირებასაც დაგვერდნენ, მაგრამ არც ეს აუსრულებიათ. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ღაზაში მინიმალური რაოდენობის დახმარების შეტანას დაუშვებს. მან 2 მილიონიან მოსახლეობას დახმარება შეუზღუდა, რადგან მიაჩნია, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას ჰამასი სათავისოდ და მმართველობის გასაძლიერებლად იყენებს. ისრაელი კი ამას არ დაუშვებს. თუმცა, როგორც პალესტინელები ამბობენ, მათ არც მინიმალური რაოდენობის დახმარება არ მიუღიათ. დახმარება საჰაერო გზით მოგვეწოდება ადამიანებს კარვის დატოვების ეშინიათ, რომ მათ ყუთები არ დაეცეთ. ასე ბევრი ადამიანი დაიღუპა, როდესაც მათ საცხოვრებელ კარავს საჰაერო გზით ჩამოგდებული დახმარების პაკეტი დაეცა. ცეცხლი არ შეწყვეტილა. ჩვენ სახლებში ვერ ბრუნდებით. ჩვენ კვლავ იძულებით გადაადგილებული პირები ვართ. მდგომარეობა არ იცვლება. კვლავ ალყაში ვართ. საკვები და სასმელი კი არ არსებობს. ღაზაში უამრავ ადამიანს პატარა ტერიტორიაზე უწევს თავის შეფარება. ისინი მთლიანად ჰუმანიტარულ დახმარებაზე არიან დამოკიდებული. გაეროს ინფორმაციით, ღაზის მოსახლეობის დიდ ნაწილს საკვები რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეწოდება. რეგიონში თითქმის 9 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა.